ესტონეთის ელჩი ორმაგი სტანდარტით მოქმედებაში დაადანაშაულა სამცხე-ჯავახეთის მხარის რწმუნებულის აპარატის ხელმძღვანელმა მცირეწლოვანი აღსაზრდელების თანდასწრებით. გიორგი მიქელაძემ დიპლომატს კრიტიკული პოლიტიკური განცხადებებით მიმართა. შეგახსენებთ, ესტონეთმა ქართული ოცნების არაერთი მაღალჩინოსანი დაასანქცია, მათ შორის არიან პროკურორები, მოსამართლეები, პოლიტიკოსები და პარლამენტარები, ასევე პოლიციელები. Diplomatic არაგებულია მაშინ, რა თქმა უნდა, როდესაც ეს ყველაფერი დაფუძნებულია სამართლიანობაზე, ურთიერთობების თემაზე, ყველაფერი დაფუძნებულია მშვიდობიანობის პრინციპებზე, და ეს ყველაფერი აღსანიშნავება დაანახებს ასე ვთქვათ, ეკონომიკის სტანდარტებით. სამწუხაროდ ამ ბოლო პერიოდში არაერთი აღნიშნული და აქედან გამომდინარე დაუნიშნავდა ყველა ეს აქტივობა, ყველა ეს სახელმწიფო, რომელიც ასე ვთქვათ, უსამართლო და მოთხოვნებით და ორმაგი სტანდარტებით სარგებლობს აღნიშნული აზარალოს შედეგს, ასევე იმ სახელმწიფოს სტატუსს და იმ სახელმწიფოს იმიჯს ადგილობრივ მოსახლეობაში. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ყველა ღონისძიება, ყველა ურთიერთთანამშრომლობა უნდა განხორციელდეს სამართლიანობისა და ურთიერთპატრიოტიზმის ფარგლებში.